ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ შეჯერდეს უფრო ვიდრე მოყოლა ცალკე კაზუსების ესეც საინტერესო არის, მაგრამ თავარი არის რომ მოფიქრებული იყოს რა გზებით შეიძლება ჩვენ არ მივცეთ ქართულ ოცნებას იმის საშუალება რომ ეს იარაღი, ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს როგორც თვითონ ფიქრობს, ესე იგი იმისთვის რომ როგორც სხვა ფორმით ხმარობს ჯარიმებს, ისევე ამ ფორმით სცადოს და ჩაახჩოს ის რაც არის საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი და ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება, ანუ რომ გამოხატოს თავისი პროტესტი, რომც იყოს საჯარო მოსამსახურე, მას აქვს უფლება, რომ კონდეს თავისი მოსაზრება იმ მოვლენებზე, რაც ხდება ქვეყანაში და რომ გამოხატოს თავისი აზრი. ეს არის ყველა ადამიანის ფუნდამენტალური ერთ-ერთი უფლება. მე დაინტერესებული ვარ ყველა თქვენი მოსაზრებებით, დაინტერესებული ვარ პირველ რიგში ასევე პროფკავშირების მდგომარეობით, იმიტომ რომ ქვეყანაში რომ არსებობდნენ რეალური პროფკავშირები, თქვენ არ დაგჭირდებოდათ აქ მოსვლა, იმიტომ რომ თქვენი საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი და თქვენ იქნებოდით დაცული. რაც ხდება ევროპულ ქვეყნებში და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბევრ სხვასთან ერთად, რატომაც გვინდა ევროპა, რომ საჯარო მოხელე, როგორც ყველა სხვა სამსახურებში ადამიანები იყვნენ დაცულნი და იცოდნენ რომ რამე რომ მოხდეს, რომ უსამართლოდ თუ მოექცნენ მას, იქნება რეაგირება იმ კავშირებისგან, რომელიც ამისთვის არსებობენ. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძირითადად არსებობენ საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა თუ როგორ დავახასიათოთ არ ვიცი, ასეთი კავშირები, რომელიც რეალურად არ ვიცი რისთვის აგროვებენ ფულს, მაგრამ ძირითადად ალბათ თავიანთი თვითმოხმარებისთვის და არა იმ საქმისთვის, რასაც ქვია ადამიანების დაცვა. მეც მინდა რომ ვიყო თქვენი დამცველი ამ სიტუაციაში, მინდა რომ წავიღო თქვენი სათქმელი ევროპაში, სადაც მივდივარ ეხლაც და არა მხოლოდ ეხლა. ანუ ეს არის მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი საშუალება, იმიტომ იქ ძალიან ბევრი ევროკავშირის ქვეყნების და ინსტიტუტების იქნებიან წარმომდგენილი ხელმძღვანელები და მათთან ამ საკითხის დასმა იქნება მნიშვნელოვანი. თუნდაც ერთი კუთხით რომ როცა ლაპარაკობენ იმაზე რომ ის დახმარებები რაც მიდიოდა სამთავრობო პროგრამებზე ეხლა წამოვა სამოქალაქო საზოგადოებაზე თუ მართლა რასაც ამბობენ ამას ფიქრობენ და ამას გააკეთებენ ერთ-ერთი მიმართულება ამ დახმარებების სწორედ უნდა იყოს ეს ახალი პროფკავშირები რომლებიც მიემართება იმისკენ რომ დაიცვან დღევანდელი საჯარო მოხელეები იმ მდგომარეობაში, რაც არის შექმნილი ქვეყანაში.